მოგესალმებით. დღეს მზია ამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გახდა გუშინ ცნობილი, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა, და ასევე წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. 2 თვის წინ გავაგზავნეთ, როგორც გახსოვთ, მზია ამაღლობელის საქმე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში და უკვე საქმე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდაობდით. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ჩვენი საჩივარი ამას ეხება, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მე-5 მუხლით არის გარანტირებული, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მე-6 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი, გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლი, კონვენციის მე-13 მუხლი და მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე საქმე შეეხება კონვენციის მე-18 მუხლს, რომელიც უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება და ეს ყველაფერი, ანუ ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე. ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან, კერძოდ საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს ამ ეტაპზე აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ აი ამ პატიმრობას ეხება არსებითად და აქედან გამომდინარე დარღვევებს ეხება სწორედ ეს საქმე, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართ სხვა პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე და ასევე სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, რომელიც დასკვნით ეტაპისკენ მიდის უკვე. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ აქ ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება შესაბამისად უფლებების დაცვა, ჩვენ დამატებით, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველი საქმე, რომელიც მზიას სახელით გაიგზავნა, დააკომუნიცირა და ამასთან დაკავშირებით დაწყებული არის უკვე ეს შესაბამისი პროცედურები. თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით, გიპასუხებთ. ეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტრატეგია და შეიძლება თორე ამის გამო დროებით შეჩერების მექანიზმი ეს სხვადასხვა ინსტიტუტი არის, ეს ერთმანეთს არ უდრის. მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი საქმეს ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შინაარსი, მისი დარღვევის მასშტაბები ან ზოგადად მნიშვნელობა საქმისა ისეთია, რომ სასამართლომ შესაძლოა ასეთად ჩათვალოს კონკრეტული საქმე. ეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს პირველ რიგში ამ საქმის და იმ დარღვევების სიმძიმეს, რომელიც ამ საქმეში არის გამოკვეთილი უკვე ამ ეტაპზე. თუმცა კიდევ როგორც იცით, მიმდინარეობს სხვა პარალელური საქმეები. ეს ეხება უკანონო პატიმრობას, წინასწარ პატიმრობას და აქედან გამომდინარე არსებულ დარღვევებს, რაც აი ამ პროცესში გამოიკვეთა და შესაბამისად სანამ ეს მდგომარეობა ასეა და არ შეცვლილა უკანონო პატიმრობა, ეს სამწუხაროდ ატარებს განგრძობით ხასიათს ეს დარღვევა და კიდევ გრძელდება დამატებით. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ იყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც კიდევ ერთხელ შეეძლო მოსამართლეს, რომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება, მაგრამ მან კიდევ ერთხელ უარი თქვა კონვენციით გარანტირებული უფლების დაცვაზე და უარი უთხრა მზია ამაღლობელს იმაზე, რომ შეცვლილი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეში ვლინდება სისტემური
პრობლემები და მისი მასშტაბები სხვადასხვა ფორმით ვლინდება ყოველდღიურად სხვადასხვა საქმეში, რომელიც ბზია ამაღლობელის წინააღმდეგ არის დაწყებული და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ აქ საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან, როდესაც ადამიანს სჯიან მისი საქმიანობის და მისი საზოგადოებრივი პოზიციების გამო და აქ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულების აღსრულებასთან. ამიტომ მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რადგან დაკომუნიცირდა ეს საქმე, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმიტომ რომ სწორედ აი ამ მუხლის კონტექსტში შეუძლია სასამართლოს დამატებით ეს გარემოებები გამოიკულიოს და მისცეს შესაბამისი შეფასება.